ვაგრძელებთ რა თქმა უნდა რეგიონების შეხვედრას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა, რომელიც ეხლა აქტუალური არის კრეფა-ბოსავლის აღებასთან მიმართებით, მოცვი არის ზუსტად ამიტომ ადგილზე გავეცანით იმერეთში, მოცვის ბაღებში თუ რა მდგომარეობა არის და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველწლიურად მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით 30% გაზრდილი არის წლევანდელ წელს. მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქცია არის, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ხილი და სხვა კულტურებთან ერთად მოცვის ბაღებიც იყოს მხარდაჭერილი, ადგილზე გავეცანით ფერმერებთან ერთად. თუ რა საჭიროებები არსებობს, რა სჭირდებათ მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან, ჩვენი სხვადასხვა პროგრამებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს დარგი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სექტორი, რადგან საბოლოო ჯამში ეს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ერთ-ერთი საექსპორტო მიმართულება სხვადასხვა ბაზრებზე არის ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო. იმერეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის ფინანსდება მოცვის ბაღებისა და სამაცივრო მეურნეობის მოწყობა. დღეს სწორედ ასეთ ლოკაციაზე ვიმყოფებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც დავათვალიერეთ მოცვის პლანტაციები, ასევე გავეცანით პროდუქციის ექსპორტზე გატანის მეთოდს. ასეთი სახის სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება იმერეთში ეკონომიკის ზრდაზე. სოფლის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ლაბორატორიულ ქსელს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მსხვილი ამ ქსელის ერთ-ერთი ჯაჭვი არის ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია. ზოგადად ამ ქუთაისის ლაბორატორიაში ხელმისაწვდომია როგორც ვეტერინარული კვლევები, ასევე სურსათის მიმართულებით კვლევები. ვეტერინარული მიმართულებით ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ასევე გაძლიერებული გვაქვს ჩვენ განსაკუთრებით საჭი პათოგენებზე კვლევები, რომელიც ფაქტურად სრულად ფარავს იმ სპექტრს, რაც ქვეყანას ჭირდება და რაც ზოგადად იგივე ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა საგრძნობლად გააუმჯობესა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ოფისების შესაძლებლობები და მომსახურებების ხარისხი. სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ საომხმარებლო ბაზრების კონტროლს, მათ შორის ვეტერინარული მიმართულებით ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია, რომ ვატარებთ ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებებზე. ასევე სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის არის ფაროსანასა ბრძოლის ღონისძიება. დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფისი, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის ერთ-ერთი მაგალითია. მინისტრთან საუბრისას აღენიშნა, რომ თანამშრომლებისთვის შესაბამისი სათანადო პირობების და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების აღჭურვის პროცესი კვლავაც გაგრძელდება, რომელიც ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანეს. უახლოეს მომავალში ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიით, წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აგრეთვე გეგმავთ გავაძლიეროთ გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საველე ჯგუფების შესაძლებლობები, რაც მუნიციპალიტეტებთან მჭიდრე თანამშრომლობის საფუძველზე მოგცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ მოსალოდნელი საფრთხების იდენტიფიცირება და მყისიერი რეაგირება. მეტყევის პროფესია საინტერესოსთან ერთად ურთულესი პროფესია. დღეს მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩვენ საქმიანობას. მნიშვნელოვანია წახალისების იმ ფორმის გამოყენება, რომელიც განსაკუთრებული სირთულეების საქმიანობას უკავშირდება. სოციალური გარანტიები, საკანონმდებლო ცვლილებები და სიახლეები, რომელიც დღეს მინისტრმა გაგვაცნო, ჩვენ ყველას ჩვენ საქმიანობაში გვაძლევს უდავო мотивაციას. მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და გამოკვეთავს ხაზგასმით გამოკვეთავს იმას, რომ რეინჯერების ჩართულობას დასული ტერიტორიების მართვაში. ჩვენ გვიწევს მუშაობა მღვიმეში, ცოტა სპეციფიკური სამუშაო გვაქვს, რადგან ტენიანობა მაღალი არის, ამიტომ შუქიც, ბუნებრივი შუქიც თითქმის არ არსებობს და გვიწევს მუშაობა ეკიპირება არის თანამედროვე ეკიპირება გვაქვს და გვიადვილებს უფრო სამუშაოს ამ მღვიმეში.